13-ზე კახა კუკავას პარტია თავისუფალი საქართველოს მეტროს სამგორში მომხდარ სუიციდის ფაქტთან კავშირს უარყოფს. მეტროს ადგილ სამგორში ფრიდონ ჯანჯღავა მატარებელს შეუვარდა. მემანქანემ დამხრუჭება ვერ მოასწრო. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით თვითმკვლელობამდე ჯანჯღავა კახა კუკავას პარტიასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა მიიყვანა. მისი და პარტიის წევრი იყო, რომელსაც ცოტა ხნის წინ პარტიის დასაფინანსებლად ერთ-ერთმა თანაპარტიელმა სოფო ბუკიამ ბინა ბანკში ჩაადებინა. ოჯახის განცხადებით ფრიდონ ჯანჯღავამ თავი სწორედ ამ ფაქტის გამო მოიკლა. თუ რა გახდა რეალურად თვითმკვლელობის მიზეზი გამოძიება დაადგენს. ოთხი თუ ხუთი თვის წინ მისულა ვიღაც ბუკია ოჯახში კუკავას პარტიის წევრი ვარო და აღწერაზე მისულა და ну შევიდა დედა ჩემთან დობაში ამ ოჯახში შევიდა დობაში შევიდა ბინა იპოთეკაში ჩაადებინა რა 4000 ერთხელ გამოართვა 5000 მეორე 6000 მესამე სულ 15000 წაიღო და ეს რო გაიგო ამ ჩემ დედაშვილმა თავმოიკლა რა ეს ხალი ნამდვილად თაღლითურად შემოიჭრა ოჯახში და ამოწყვიტა ნელ-ნელა და ვინაც ჩაადებინეს ყველაფერი იმდენი ფული აქ ამ გოგოს წაღებული კუკავას უჭირსო რაღაცა იჭერენო რაღაცა სწავლი ისინი ხდებაო და მე ბოლოს კიდე დაუწყეს წერილობით შანტაჟი რაც ჩვენ ვიცით გვინდოდა უცებ სხვანაირად მოვაგვაროთო მაგრამ აშინებდნენ რა დაბოდა და იმიტომ რომ ისინი წერენ რომ ფული მომეცითო თუ არ ჩაირიცხება ფული მე ჩვენც არ მოგვეცემა ну ცოტა არეული სიტუაცია ვერ გაიგებს ზუსტად სოფო გამოდის რომ სოფო ითხოვდა ფულს მაგრამ დაგიბრუნდებათ ეს ფული რა ჩვენი პარტიის წევრი არ იყო კარდეკარის პრინციპით გადამოწმებაში ვერ გეტყვით იღებთ თუ არა მონაწილეობას იმიტომ რომ რამდენიმე ასეული ადამიანი არის მთელ საქართველოში შეგიძლიათ პრესამსახურს გითხოთ და გადამოწმებულ ინფორმაციას გეტყვიან კი ვიცნობდი დანის რაიონის საარჩევნო შეხვედრებზე მინახია მოდიოდა ხოლმე და აქტიურობდა